გელათის მონასტრის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის საკონსერვაციო პროგრამის მორიგი ფაზის ფარგლებში საქართველოში სამუშაო მისიით მოზაიკის კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელი და რომის არქეოლოგიური ცენტრის მრავალპროფილური გუნდი იმყოფება. რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს საპატრიარქო ხელმძღვანელობს და რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის სახელმწიფოს მხარდაჭერით ასრულებს. შორენა კოპალეიშვილის რეპორტაჟი. მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს მორიგი საკონსერვაციო სამუშაოების ჩასატარებლად რომის არქეოლოგიური ცენტრის მრავალპროფილური გუნდი სტუმრობს. საკონსერვაციო პროგრამის ფარგლებში საქართველოში სამუშაო მისიით იმყოფება პროგრამის ხელმძღვანელი რობერტო ნარდი. სწორედ მისი გუნდის მიერ შემუშავებული დოკუმენტაცია, რომელიც გელათის სამონასტრო კომპლექსზე ჩატარებული კვლევის დეტალურ ანგარიშს და სამომავლო ქმედებების პროგრამას მოიცავდა დადებითად შეფასდა მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის მრჩეველი ორგანოების მიერ. პროფესორ რობერტო ნარდის ხელმძღვანელობით შემდგარი ჯგუფი ახორციელებს ფლორენციის ისტორიულ სან ჯოვანის ბაპტისტერიუმში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებსაც. გელათში 5 რესტავრატორის და 4 ინჟინერისგან შემდგარ გუნდთან ერთად ჩამოვედით, რადგან გვესაჭიროება საყრდენი კარკასის აგება, რომელიც უზრუნველყოფს მოზაიკის დაცვას მანამ, სანამ არქიტექტორების სახურავის აღდგენაზე მუშაობენ. ამ მიზნით ვგეგმავთ ლითონის საყრდენი კარკასის დამონტაჟებას, რომელიც სახურავზე სამუშაოების მიმდინარეობისას მოზაიკას დაიცავს. სახურავის რესტავრაციის დასრულების შემდეგ კი მოხდება კარკასის დემონტაჟი და დაიწყება მოზაიკის აღდგენა. ეკლესიის დარგი სპეციალისტების, როგორც ქართველების, ასე უცხოელების და სახელმწიფოს ჩართვა სამუშაოებში ერთობლივ პროცესში ეს იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ უნიკალური საქმე კეთდება როგორც გელათისთვის, ისე ზოგადად ქვეყნისთვის, უნიკალური პრაქტიკა ინერგება. სრული საკონსერვაციო პროექტის შემუშავების შემდეგ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან შეთანხმების საფუძველზე მეორე ეტაპად გელათის ტაძრის მოზაიკის კომპოზიციის სრული საკონსერვაციო სამუშაო განხორციელდება. კედლის მხატვრობის საკონსერვაციო პროგრამის მიმართულებით ერთობლივი სამუშაო მისია უკვე შეიმუშავა ქართველი და ბრიტანელი სპეციალისტებისგან შემდგარმა გუნდმა. ჩვენ ძალიან ბევრს მუშაობთ. ქართული გუნდი მნიშვნელოვან სამუშაობს ასრულებს ფრესკების სტაბილიზაციისთვის. ეს ჩვენი უპირველესი ამოცანაა და ამ მიმართულებით პროგრესი გვაქვს. ჩვენ მუშაობთ ახალ მიმართულებებზეც, როგორიცაა ფრესკებიდან ძველი საღებავის ფენის მოხსნა. მუდმივად ვაფართოვებთ სამუშაოს მასშტაბებს და უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები ფრესკების შენარჩუნების კუთხით. არის როგორც არქიტექტურის მიმართულებით მუშაობა, არის მუშაობა კვლევა და არის ინტერვენციაც. ასე რომ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ დღეს მთავარი საფრთხეები გადალახულია. საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლი ძველი იერსახეს მალე დაიბრუნებს და მრავალსაუკუნოვან ისტორიას განაგრძობს.